ფეხებს რომ იპარსავ, მე სულ წითელი წერტილები მიჩნდება და საშინლად მეკავება. მარწყვისებური კანი მაქვს და საშინლად გამოიყურება. ამის გამო შორტებსაც ვერ ვიცვამ. როგორ მოვიქცე? ეს არის ანონიმური წერილების მე-20 ეპიზოდი და დღეს კანის მოვლის ტრენერი მარიამ ივანიაძე უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. მარწყვის კანს, ქათმის კანსაც უწოდებენ, ეს არის პილარული კერატოზი, როცა თმის ფოლიკულში უშუალოდ თმის ირგვლივ გროვდება დიდი რაოდენობით კერატინი. ყოველდღიური ჰიგიენის პროდუქტებით სამწუხაროდ ვერ ხდება ამის გაქრობა და აუცილებელია ჩავთვალოთ სპეციალური აქტიური ინგრედიენტების შემცველი საშუალებები. და რა პროდუქტები გამოიყენება ამ დროს? უნდა დავაკვირდეთ შემცველობას, აუცილებელია აქტიური მჟავების შემცველი ინგრედიენტების პროდუქტები, მაგალითად ალფა, ბეტა მჟავები, აგრეთვე შარდოვანა აქტიურად ახდენს კანის ექსფოლიაციას და ჭარბი კერატინის შემცირებას. ერთ-ერთი რაც მახსენდება და ძალიან ხშირად ვურჩევ ჩემს გამომწერებს, ეს არის Village 11-ის გლიკოლის მჟავის 12%-იანი ლოსიონი PSP-დან. მასში შემავალი გლიკოლის მჟავა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას და აგრეთვე ჭარბი კერატინის შემცირებას, თუმცა ახალ გაპარსულზე არ გამოიყენება, რადგან გლიკოლის მჟავამ შეიძლება მომენტალურად კანი აწვას, ამიტომ მინიმუმ 24 საათი მაინც დაველოდოთ გაპარსვის შემდგომ და შემდეგ გამოვიყენოთ. და პროდუქტის გარდა სხვა რამეც ხო არ არის გასათვალისწინებელი, რასაც რეკომენდაციას გაუწევდი? პილარული კერატოზის დროს ბევრი ფეხებს არასწორად იპარსავს, ზოგადად გაპარსვა ესე არც არის რეკომენდებული, მაგრამ თუ დავიცავთ სწორ რეკომენდაციებს, მინიმალურად შევამცირებთ გაღიზიანების რისკს. მადლობა დიდი. მადლობა.